თქვენ ვიყოფებით Next Level Performance-ის არხზე, ხოლო ჩვენ სად ვიყოფებით არ ვიცი. ნიკუშ იცის შენ სად ვიყოფებით? მოუსვლელის ერთში მგონი, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ ნავიგაციით მოვედით და შეგიძლიათ ჩაწეროთ Drift Motors-ი. და მაგ სერჩით მოყავხართ ამ ლოკაციაზე. დღეს ვიღებთ Supra-ს. ვინც Facebook-ზე თვალყურს გვადევნებთ, რამოდენიმე Reels-ი და story ქონდა კონკრეტულად MK5-ზე, რომელიც აღჭურეთ უსაფრთხოების კარკასით. საკმაოდ საინტერესო და კარგი ფორმები აქვს ამ ავტომობილს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ Zara არის Bayerische Motorenwerke. გარე ვიზუალი აქვს შეცვლილი რა. უსაფრთხოების კარკასზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მთლიანი წონა საკმაოდ სუბუქი გამოვიდა 59 კილოსი წონის. წამოთავ ნახოთ. რადგანაც ეს ავტომობილი მზადდება დრიფტისთვის, აღჭურეთ NASCAR-ის სტილის უსაფრთხოების კარკასით, აქ არის კარში გამოდის ეს მოკლედ და მძღოლისთვის უფრო მეტი სივრცეა ხელების მოძრაობის არეალში, რადგანაც ხშირ შემთხვევაში, როდესაც X-ით ხდება უსაფრთხოების კარკასის აღჭურვა, ყოფილა შემთხვევა, რომ ინდაყს ქონდა კონტაქტი უსაფრთხოების კარკასზე. ამიტომ დრიფტისთვის, რადგანაც ძალიან ბევრი ტრიალი ჭირდება და საკმაოდ დიდი კუთხით და თითქმის სრული ბრუნით, ამიტომ აი ამ სივრცეში აქვს უფრო მეტი ადგილი. ამით განსხვავდება NASCAR-ისა და X-ის სტილი ერთმანეთისგან. მილები შევიძინეთ და ჩამოვიტანეთ. საერთაშორისო სტანდარტების მქონე მილებია, ეგრეთ წოდებული სტალ 20-იც რო ეძახიან რუსეთის დედასი, ოღონდ დამარცხლით რუსეთის დედასი და მთლიანი წონა შეადგენს 59 კილოგრამს. ასევე მინდა აღვნიშნო, აი ეს ბარი მძღოლის მხარეს, რადგანაც ავტომობილი კონფიგურაციულად პატარაა, დიდი გაბარიტების მქონე მძღოლისთვის შეიძლება დისკომფორტი იყოს და ეს პირდაპირ X-ის დაკავშირება გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ოვალით შევსულიყავით შიგნით, იმიტომ რომ დაახლოებით ეს 10 სანტიმეტრის თავის როლს ასრულებს და ძალიან კომფორტულია მძღოლისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ავტომობილი იმდენად მოკლეა, რომ სტანდარტულად სახურავში არანაირი დამაკავშირებელი არც ეგრეთ წოდებული X-ი და არც ეგრეთ წოდებული V-ტიპის დამაკავშირებელი არ ჭირდება და არც მოითხოვს, იმიტომ რომ ჰომოლოგაციით არის დაშვებული ესე. და ამიტომაც არის შედარებით მსუბუქი. უსაფრთხოების კარკასი რომ მთლიანად თავიდან ბოლომდე აგვეხსურა და ყველა კვანძი სრულფასოვნად შეგვედუღებინა, მოგვიწია სახურავის ახთა. ესე უბრალოდ დევს. სამომავლოდ იგეგმება, რომ ეს ყველაფერი ლითონის, ფიბერის ან კარბონკევლარის ჩანაცვლეს. ვნახოთ სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე ავტომობილისთვის შევიძინეთ და ჩამოვიტანეთ ვაისვაბი. ვინც არ იცით, მინდა გითხრათ, რომ ვაისვაბის ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენ გახლავართ საქართველოში Next Level Performance-ი, შეგიძლიათ შევბზადეთ საიტზე, ნახოთ, ამოირჩიოთ ქვეყანა საქართველო და ჩვენ საკონტაქტო ნომერს ამოგიგდებთ. იგეგმება ასევე სტანდარტულად ჩვენთან LS-ი, მაგრამ რა კონფიგურაციით და როგორ, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენების განვითარებას და ეტაპობრივად თუ ძალიან მოთხოვნა იქ კომპრესორით, აი კვარნახობენ რომ კომპრესორით არ გამოაჩინო ეს ინკოგნიტო დამკვეთები არიან, რომელსაც ჯერ გამოჩენა არ უნდათ. ნუ იმედია სამომავლოდ გამოჩნდებით, ხო? გამოჩნდებით? აუცილებლად პირობას ვაძლევთ? კი ბატონო. გადაცემათა კოლოფი არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი ვერსია შემოგთავაზოთ. ძალიან გაზრდილია უსაფრთხოების კარკასზე მოთხოვნა, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლობა შემოგვეტანა და ვისაუბროთ თავიდან ბოლომდე პიროვნებამ დამკვეთმა თუ რა გზა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ თავისი ავტომობილი უსაფრთხოების კარკასით აღჭურვოს. 25 წლის ბოლოს დაავანოსეთ, რომ ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიყვანდით ამ მიმართულებას და რეალურად ეგრეც არის. უკვე დაახლოებით 16 ავტომობილი აღჭურვეთ უსაფრთხოების კარკასით. და მოდელების მრავალფეროვნებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში 5 სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლობა შემოვიტანეთ. იმიტომ რომ კონკრეტულ მწარმოებლებს კონკრეტული მოდელი არ გააჩნდათ. ამიტომ ხშირად გვიწევდა ხოლმე დამკვეთისთვის უარის თქმა. ამიტომ ჩვენ ეს პოლიტიკა სრულიად შევცვალეთ
და ეხლა ამ ეტაპზე დაახლოებით 600+ მოდელი გვაქვს, დაწყებული Jiguli-დან დამთავრებული GT2 RS-ის ჩათვლით. AMG GT-ც არის სხვათა შორის მათ შორის და ეს ბრენდები არის დავიწყებ Iveco Motorsport-დან, AST Roll KG, Custom KG, ინგლისური ბრენდია და საკმაოდ ერთ-ერთი პირველი და მაღალი კლასის ბრენდია, For You KG და Kiborg. ხუთივე ბრენდის წარმომადგენლობა გვაქვს. Რაღაც კონკრეტული მოდელები, მოთხოვნადი მოდელები ადგილზევე გვაქვს და ამ ხუთ ბრენდის წარმომადგენლობასთან ერთად ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოების ხაზიც, რომელსაც უზრუნველყოფთ იგივე მასალით, რა მასალასაც გამოიყენებენ ეს ჩვენი წამყვანი ბრენდები. ჩვენი წარმოების ხაზთან დაკავშირებით დაკონკრეტები, ეს გახლავთ უკვე მზადება კონკრეტული სამომავლო ავტომობილების გასადუგად, იმიტომ რომ არის კონკრეტული მოდელები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მეიმბარი მთლიანად აიწყოს და შემოდუღდეს და შემდგომ უკვე მოხდეს ინსტალაცია და გავრცობა ამ ყველაფრის. მე მინდა ასევე გაჩვენოთ ეს არის ერთ-ერთი ნიმუშები, როდესაც უსაფრთხოების კარკასს ვაინსტალირებთ, ვიყენებთ კონკრეტულ ამ მილს. კონკრეტულად ამ წარწერით შეგვიძლია გავშიფროთ ეს მილი, ანუ 40-იანი დიამეტრის, 2 მმ სისქის, ხრომული S355 მოდელით. ამ მილებს გამოიყენებენ ეს ჩვენი მიერ თამოთვლილი წამყვანი ბრენდები. ასევე ეს მილი მზადდება ვინც არიცით ინდოეთში და ინდოეთიდან ხდება ტრანსპორტირება ყველა ამ ქარხანასთან, მომწოდებელთან ამ ქარხნიდან და ჩვენც ამ ქარხნიდან მოგვაქვს ეს მილი. ასე რომ ჩვენს მიერ წარმოებული უსაფრთხოების კარკასი იგივე სტანდარტებით, იგივე მასალით და იგივე შედუღების პრინციპით იწყობა, როგორც ამ წამყვანი ბრენდების. მხოლოდ და მხოლოდ ფასში არის სხვაობა. ვცდილობთ ქართული მომხმარებლისთვის ეს ფასი შედარებით დაბალი იყოს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული მილის ჩამოტანა უკვე საქართველოში ადგილზე გვიждდება 1 გზივი მეტრი $24. ამიტომაც არის, რომ უსაფრთხოების კარკასის ფასები წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. გაიზარდა იმიტომ, რომ ადრე გამოვიყენებდით ეგრეთ წოდებული სოლის გაზგაყვანილობის მილებს, რომელიც მიუღებელია, თუმცა იმ პერიოდში სხვა არჩევანი არ ქონდა და სხვა მასალის შეძენა შეუძლებელი იყო საქართველოში. ამიტომ ძალიან დიდი შრომის შემდეგაც ჩვენ მივახციეთ იმას, რომ საქართველოს აღნიშნეთ ავტოწარმოებლის რუკაზე კიდევ ერთხელ, ოღონდ უსაფრთხოების კარკასის მიმართულებით. ამიტომაც ფასები შეცვლილია, ფასები ცოტა გაზრდილია, შედუღება ხდება მხოლოდ ეგრეთ წოდებული ტიგით, არგონს რო ეძახიან, არგონს რატო ეძახიან არ ვიცი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არგონია ესე ცნობილი, მაგრამ ტიგის შედუღების სტილი არის. ფასების დასთან დაკავშირებით ბევრისთვის ცოტა რთულია ამ სერვისის შეძენა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ორ ბანკთან თანამშრომლობის, საქართველოს ბანკი და TBC ბანკი, რომელიც საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ეს სერვისი განმადებით შეიძინოთ. და ასევე დაავანოსეთ 25 წლის ბოლოს 26 წელს ყველა ახალ მრბოლელს, დამწყებ მრბოლელს, რომელიც აიღებს ლიცენზიას და გადმოვა პროფესიონალურ სპორტში, Next Level Performance-გან გადაეცემა 500 ლარიანი ვაუჩერი კონკრეტულად ამ მიმართულებით. ანუ რისი თქმა მინდა, რომ კონკრეტული X თანხა თუ ჯდება უსაფრთხოების კარკასი კონკრეტულ მოდელზე, ახალ მრბოლელს, ვინც სპორტული ლიცენზიას აიღებს, მისთვის ეს თანხა იქნება X-500. რაც შეეხება ფასებს. ფასები მერყეობს სხვადასხვა მოდელიდან გამომდინარე, კონსტრუქციიდან გამომდინარე. კონკრეტულად ეს მოდელი M3, F-series M3-ზეა საუბარი, F80. აღიჭურვა უსაფრთხოების კარკასის X-სტაილით, რადგანაც დამკვეთს მიმართულება ჰქონდა წრიული რბოლებისთვის და აღმართის დაძლევისთვის. ასევე არის NASCAR სტაილი, რომელიც ძირითადად გამოიყენება, ძირითადად არა, მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენება დრიფტში. ანუ მინდა ჩვენ მოაყურებელს აუხსნა ის მიმართულება, რომ X-სტაილით დაშვებულია ყველა შეჯიბრზე მონაწილეობა, ხოლო NASCAR სტაილით მხოლოდ დრიფტზე. ანუ აღმართის დაძლევაზე შეიძლება შიდა ჩემპიონატში დაუშვა. საერთაშორისო შეჯიბრებზე მხოლოდ დრიფტზე არის დაშვებული NASCAR სტაილი და NASCAR სტაილის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ აი ამ სივრცეში გარეთ გამოდის და რბოლელს უფრო მეტი სივრცე აქვს ავტომობილში. დრიფტისთვის ცოტათი უფრო მოსახერხებელია. თუმცა ბევრი ავტომობილი
ახალ ავტომობილებს, რომელსაც ვამზადეთ დრიფტისთვის, დამკვეთებს ურჩევ, რომ X-Style-ით აღჭურვონ, რადგანაც სამომავლოდ გაყიდვის შემთხვევაში უფრო ადვილად იყიდება. იმიტომ რომ X-Style-ს ყველგან დაშვება აქვს. კონკრეტულად ეს ავტომობილი ისევ ამ ავტომობილზე გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ სახეზე კონკრეტულად ეს ავტომობილი გვაქვს. გამოყენებულია ამ ავტომობილში იგივე მასალა, ჩვენი მასალა, ეს 155 N40 2 მმ-იანით რა. დაშვება იგივეა, ქრომოლის მასალა, არის კიდე კარბონ სტაილი, მაგ მასალებში მცირედი სხვაობაა, რა თქმა უნდა, ფასიც და სიმყიფეშიც. და მინდა ჩვენ მომხმარებელს მივაწოდო ის ინფორმაცია, რომ ხშირად ძალიან ბევრი დასმული კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ მსუბუქი დუგებით აკეთებ თუ მძიმეთი. ანუ მძიმე დუგები არის ჩვენს რეალობაში გაზის მილები, ეგრეთ წოდებული, უშოვო 3 მმ-იანი ან 2.5 მმ-იანი მილები. ეს მილები წარმოებიდან ამოვიღეთ დაახლოებით 4 წლის წინ. 4 წლის წინ ბოლო ავტომობილი აღჭურვეთ ამ მილებით და როგორც კი საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენ ეს საერთაშორისო სტანდარტების მქონე მილი, რომელიც გამოიყენება ავტოსპორტში, ჩამოგვეტანა, მას შემდეგ next level-ში ეს მილები აღარ იწარმოება და ჩვენს მიერ აღჭურვილი უსაფრთხოების კარკასი, ეგრეთ წოდებული თქვენი თქმით, ყველა მსუბუქია. ასევე მინდა ვისაუბრო წრიული რბოლის განახლებასთან დაკავშირებით E90-ების კლასი, რომელიც განახდა, დაახლოებით 17 ერთეული გავდუგეთ და კონკრეტული მოდელი ავწონეთ და ჩვენს მიერ დაინსტალირებული დუგის წონა იყო 59 კილოგრამი. და საკმაოდ დაახლოებით ეს კონსტრუქცია, დაახლოებით არა, ზუსტად ეს კონსტრუქცია, კიდევ უფრო დამატებულია რაღაც კვანძები, უკანა შეერთებები, წინა შეერთებები და წინ დაკიდების წერტილებში გადის კიდევ კვანძები. ასე რომ ეს ინფორმაცია მინდა ესე დეტალურად იმიტომ ჩავშალე, რომ ძალიან ბევრი კითხვით მოგმართავენ და ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელში ჩაშლილი. ასევე მინდა გითხრათ პირობებთან დაკავშირებით, თუ როგორ არის უსაფრთხოების კარკასის ინსტალაციისთვის, რა დრო არის საჭირო, უბრალოდ. ასევე მინდა ვისაუბრო თვითონ ამ თლიან პროცესზე დამკვეთისთვის, რა დრო არის საჭირო, რა ფინანსები და როგორ არის შესაძლებელი რიგში ჩადგომა, იმ სამწუხაროდ რიგები გვაქვს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თქვენთვის სამწუხაროდ ალბათ, ჩემთვის საბედნიეროდ. უსაფრთხოების კარკასის აღჭურვასთან დაკავშირებით შემდეგი პროცესია გასავლელი. რადგან მოდელების რაოდენობა მოიმატა და სხვადასხვა მარკის, სხვადასხვა მოდელის მოთხოვნები გაჩნდა ბაზარზე, ხშირ შემთხვევაში ცოტა ავტოსპორტისთვის იშვიათი მოდელის უსაფრთხოების კარკასის ან შეძენა გვიწევს ჩვენ პარტნიორებთან, ან მისი ფაილების მოძიება და ჩვენი დამზადება. ამიტომ შეკვეთას ყოფთ ორ ნაწილად. შეკვეთიდან 35 სამუშაო დღეში. ხაზს გავუსვენ სამუშაო დღეზეა საუბარი და არა კალენდარულ დღეზე. შეკვეთიდან 35 სამუშაო დღეში ხდება ამ უსაფრთხოების კარკასის აღჭურვა. შემდგომ მოყავთ ავტომობილი და 10 დღის განმავლობაში ჩვენ მასზე მუშაობთ და 10 დღის შემდეგ აი ესეთ გამზადებულ უსაფრთხოების კარკასით აღჭურვილი მანქანას გატანთ. ჩვენ გაგვაჩნია ინსტალატორის ლიცენზიაც. ეს საჭიროა იმისთვის, რომ წამყვანი ბრენდების მიერ ჩამოტანილი უსაფრთხოების კარკასის ინსტალაცია მოვახდინონ და შემდგომ მოხდეს კონკრეტული ამ ბრენდების მიერ თავისი სერტიფიკატის და თავისი დოკუმენტაციის გაცემა. სამწუხაროდ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე გვაქვს საუდის არაბეთის ინსტალატორის ლიცენზია, მიმდინარეობს საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციასთან მოლაპარაკება, რომ ეს ლიცენზია ქართული მხრიდანაც იყოს გაცემული, იმიტომ რომ ყველა ეს ავტომობილები, რომელიც უცხოური უსაფრთხოების კარკასით არის აღჭურვილი და ჩვენ ვაინსტალირებთ, ეწერება საუდის არაბეთს. მოკლედ ვიტყვი და დეტალურად მინდა ჩავშალო, ანუ თუ თქვენ გნებავთ Ireco Motorsport-ის უსაფრთხოების კარკასი Ireco Motorsport-ის დოკუმენტაციით, არ არის პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ჩამოგიტანოთ უსაფრთხოების კარკასი, აღჭურვოთ და ჩვენი ინსტალატორის ლიცენზიის თანდართულობით მოგცეთ Ireco Motorsport-ის დოკუმენტაცია. ასევე არის გავიმეორებთ ჩვენ ბრენდებს AST Roll Cage, Custom Cage, For You Cage და Kiborg. 5 წამყვანი ბრენდის წარმომადგენლობა არის უკვე საქართველოში და მისი წარმომადგენელი Next Level-ი გახლავთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. უღმეს მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, დროებით, თხოვნა იქნება დააპაუზოთ, ჩამოსკროლოთ, დაგვასაბსკრაიბოთ, თვალი გვადოდენეთ უამრავ სიახლეებს და კარგი ინფორმაცია შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოებში. უღმესი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.